როგორი გამწვანებულია ყველაფერი, სად თბილისი და სად ჩემი სოფელი, ჩემი მაიდანი. აუ ეხლა აქ ჩამაგდო ერთი კვირა, მაგას დავისვენებდი. ჰამაკი რაღაცა ცივი ყავა, საფხულის სასმელები, მაგარი განტვირთვა გამოვიდოდა. მაგრამ ეხლა ერთი დღის ჩამოვირბინე, მეტად ვერანაირად ვერ ვახერხებ. იმიტომ რომ სამსახურში უკვე ისეთ სამსახურში გადავედი, რომ ჩემი მაღაზიაში ყოფნა აუცილებელია. ეხლა ტელეფონი მიჯდება, დავტენი და მერე გადავიღებ კიდე ვიდეოს. აი ეს ჩიტების ჭიკ-ჭიკი, ბაყაყების ჭიჭყინი, ეს სოფლის ხმა იმდენად მონატრებული მქონდა, რომ მართალია ერთი დღით ჩამოვედი. მაგრამ ძალიან დიდი განტვირთვაა ჩემთვის. უბრალოდ არაფერი აღარ მოჩანს. ისეთი გამწვანებულია ყველაფერი და ისეთი კარგია აქაურობა მონატრებულზე, რომ რა ვიცი. უბრალოდ ისაა, რომ ძალიან სიცარიელეა რა. სოფელში არის ძალიან სიცარიელე. რა კარგი ამინდია და რა კარგი სურნელია ყვავილების, ხეების. ესე იგი საფხურში ერთი კვირა აქ ჩამომიყვანა და მეტი არ მინდა არაფერი რა. ეხლა წარმოვიდგინე უკვე ზაფხულში ჰამაკი რო მაქვს გაკიდებული ხეებზე და ეს რა ქვია, პატარა მაგიდა სკამი, იქ ცივი ყავა, იქ პიცა, იქ რაღაცა მოჰიტო მიყვარს ძალიან. წარმოვიდგინე როგორი კარგი იქნება. მაგრამ სად მაქვს ერთი დღის მეც ვერ ვისვენებ სამსახურში. ნახოთ რა იქნება. მიკროფონის წამოღება როგორ დამავიწყდა კიდე არ ვიცი. ისეთი არც არაფერი არ გადამიღია, ეხლა ერთი დღით ვარ ჩამოსული, მაგრამ მიკროფონი მაინც არ უნდა დამვიწყებოდა, უნდა წამომიღო. აქეთ ყავას ვაკეთებ, იქეთ ქაბაბს ვწვალ და ფანჯრიდან ისეთი კარგი ნიავი შემოდის, თბილი ნიავი, რომ ძალიან მაგარია სოფელი რა. ოღონდ მონატრებულზეა მაგარი, თორე ეხლა ერთი კვირით რო ვიყო ჩამოსული, უკვე ესე უსაქმურობისგან, ანუ თბილისში რო ვარ მიჩვეული უკვე, რომ დილას ვიცი რომ გასასვლელი ვარ და საღამოს შემოვდივარ სახლში, აი სოფელში ესე უსაქმურად ვერ ვჩერდები რა. სულ იმაზე ვფიქრობ რა ვაკეთო. ეხლა მოვჭი ჭამას და ცოტა ხანი უნდა გესაუბროთ. მაპატიეთ ძალიან ისეთ ოთახში ვძივარ, რომ ეს განათება არ მყოფნის, არ ჩანვარ წესიურად და კიდე მიკროფონი რო არ წამომიღია, თბილისში ვერ ვიცლი ხოლმე თქვენთან სასაუბროს და ეხლა ბარემ რადგან აქ ვარ, მინდა რომ გესაუბროთ რას განვიცდი. ხო და უბრალოდ თან იმაზე ვფიქრობ, რომ მიკროფონის გარეშე ხმა უწყდება, ესე ვთქვათ, ვიდეოს და იმედი მაქვს ჩემს სათქმელს გაიგებთ, ესე ვთქვათ, წესიურად და იმედი მაქვს ძალიან ხარვეზები არ იქნება ვიდეოში. ხო და თან ჩქარ-ჩქარა უნდა ვისაუბრო, რომ არ გაწყდეს ვიდეოში ხმა. ესე იგი, ეხლა მოვჭი ჭამას და თან უნდა მივალაგო რაღაცები. თებში დაფა რაც გამოვიყენე უნდა დავრეცხო, რომ სუფთად დავტოვო ისევ და ეს დაბანა მინდა კიდე. და რაღაცეები კიდე მიმაქვს ტანსაცმელი, ანუ ყოველ ჩამოსვლაზე რაღაცა ტანსაცმელი მიმაქვს, ისეთი რაღაცეები, რასაც აქ რო ვიყავი, მაშინ არ ვიცმევდი. ხო და არადა ჩანთაშიც არ მეტევა, იმ ხელა კურტკა წამოვიღე, არ ვიცი რა თმინდოდა, მეთქი სიგრილე რო იყოს ღამე სოფელში, ჩავიცმევ თქო. კაი სიგრილეა მართლა, მაგრამ ისეთი სიგრილეც არა, ეხლა რომ კურტკა დამჭირდეს რა. ხო და ჩანთაში ჩავდებ ისევ. მოკლედ ერთი დღე მქონდა შესვენება სამსახურში და ჩამოვედი იმის გამო, რომ
კატა წამეყვანა. ანუ როგორი სიტუაცია იყო, იცით, მშობლები რო გავაცილე, წავედით ღამის 4 საათზე გავედით აქედან და გადავწყვიტე რომ ქუთაისიდან წავსულიყავი ავტობუსით და მაგ ავტობუსით კატას ვერ წავიყვანდი. ხო და ესა 5 გავამზადეთ, ჩემს ძმას დაუბარე, ჩემი ძმა დარჩა სოფელში და 2 დღის მერე წამოვიდა. ჩემს ძმას დაუბარე რომ მეთქი კატა წამომიყვანეთქო, მაგრამ წასული იყო. ჩემი ძმა რომ მოდიოდა არ იყო სახლში და ვერ წამომიყვანა. ხო და ეხა ეს ერთი კვირა რაც სოფელში მარტო იყო კატა, ჩემ მეგობარს ვუბარებდი რომ ესა თქო რა ქვია, გადააკითხე და ცოტა პური გადაუტანეთქო. მაგრამ რავი, რამდენი გადმოდიოდა პურს უტოვებდა, მაგრამ სახლში არ იყო. ხო და ეხა ძალიან განვიცდი იმას, რომ აი კარებს ღიას ვტოვებ. შუქები ავანთე, რომ ესა ნახოს კატამ, რომ აი შორს თუ გაივლის სადღაც ნახოს, რომ ვიღაც არის სახლში და ისევ მოუნდეს მოსვლა. ანუ ძალიან განვიცდი ბავშვობიდან როგორ ვზრდი, იცით, მაგ კატას, ანუ ბავშვობიდან ლოგინში მიწევს რა და ესა რა ქვია, მქონდა ბავშვობაში პერიოდი, რომ ლოგინში რო არ წამეყვანა კატა, ისე ვერ ვიძინებდი. ხო და ძალიან განვიცდი, რომ ესე მარტო მოუწია დარჩენა და აი იმასაც ვფიქრობ, რო ნახა ეს იყო რა ქვია, ჩაკეტილი იყო სახლი კი, თავიდან მოაკითხავდა ეხა სახლს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ რო ნახა რომ აღარავინ აღარ ვიყავით სახლში, წავიდა და ეხლა სად დადის ვინ იცის. თავარია ის მაინც ვიცოდე, რომ ცოცხალია, ანუ კატა არაფერი არ მოუვიდოდა, მაგრამ მაინც ძალიან განვიცდი. ანუ ეხლა მინდა რომ აქ შემოვიდეს და ესა კნაველი, ანუ მაგის კნაველის ხმა მინდა გავიგო. ეხლა მთელი დღეა ეზოები შემოვიარე, მთელი დღეა ფისო მოდი სვიძახი, მაგრამ არსად არ არის. კი ვიცი რომ კატა ოხერია და თავს არ დაიკარგავს, აქ არავინ არ დახვდება, რავი, წავა ინადირებს, ანუ ვიღაცას შეეფარება, ესე ვთქვათ, ვინმეს სახლში, მაგრამ მეზობელთანაც მოვიკითხე და არ უნახავს რა. ხო და ძალიან მეწოდება რა, მოხუცია უკვე და თან ძალიან ისე მიყვარს, რომ არ მინდა მარტო რომ დავტოვო აქ ესე და თბილისში მინდა წავიყვანო. თან იმასაც განვიცდი, რომ თბილისში მთელი დღე სახლში არა ვარ ხოლმე და ესა არ მინდოდა ამ ვიდეოში რომ მეტი რა ვაპატიეთ, მაგრამ ძალიან განვიცდი მართლა, მაგამ კარებს ღიას ვტოვებ, შუქს ანთებულს ვტოვებ გარეთ და იმედია დილას რომ გავიღვიძე, ბლოგინში მეწვება ან თავთან, ან ფეხებში, ჩავსვავ ყუთში და წავიყვან. მაგრამ თუ ვერ წავიყვანე, ძალიან გული დამწყდება, იმიტომ რომ აწი, რა ვიცი, როდის მოვახერხებ ჩამოსვლას ვინ იცის. ანუ ერთი დღე მქონდა დასვენება სამსახურში და ისიც უნივერსიტეტი გავაცდინე დღეს და წამოვედი, ანუ 5 საათზე ჩამოვედი სოფელში, დრო ისე უცებ გავიდა, რომ ვერც კი გავიგე. ხო და უკვე დილას 7 საათზე გავდივარ უკვე და ხვალ 4-ზე, ანუ პირველზე ჩავალ თბილისში და 4-ზე უკვე სამსახურში უნდა ვიყო ღამის 11 საათამდე, 12-ის ნახევრამდე და ძალიან გული დამწყდება, რომ კატა არ მოვიდეს დღეს სახლში და რო ვერ წავიყვანო, გული დამწყდება. კი ვიცი, როგორც გითხარით, რომ კატა იცოცხლებს, ესე ვთქვათ რა, ან ინადირებს, ან ვინმესთან მივა, ну პატრონს ნახავს კატა, მაგრამ აი ესეთი მის მერე რა ქვია, ამდენი ფერების, ამდენი ალერსის მერე არ მინდა რომ ესა მივატოვო რა, ბოლომდე მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს, იმიტომ რომ ამ კატის ესე ვთქვათ დაკარგვას ანუ რო გავიფიქრებდი ხოლმე ეს კატა რომ მოკვდეს, მე რამე შველება თქო, ყოველთვის მეტირებოდა. ხო და ძალიან ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ კატის ესე დატოვება მომიწევდა.
მაგრამ რა ეკნა ჩემს არ იყო სახლში და წამოსასვლელი იყო, რამდენ ხანს დაელოდებოდა. ხო და მოკლედ ძალიან კარგია სოფელი, სიამოვნებით კიდე რამოდენიმე დღე გავჩერდებოდი, რომ მოვდიოდი თან იმას, თან მინდოდა, თან არ მინდოდა. იმიტომ არ მინდოდა, რომ ვიცოდი, რომ ესეთი სიცარიელე დამხვდებოდა რა. დედიკო და მამიკო აქ რო იყო, მაგ პერიოდში რო ჩამოვიდოდი ხოლმე, დილას ყავას გამიკეთებდა დედიკო და ერთად ვსვავდით ხოლმე და ეხლა დამხვდა სიცარიელე, მაგრამ ეგ სულ სხვა ფაქტია. მაგას იმდენად არ განვიცდი, ხა მშობლები რო წასულები არიან, იმიტომ რომ ვიაზრებ იმას, რისთვის და რატომ არიან ამ პერიოდში უცხოეთში წასულები. კიდევ იმიტომ რომ შვილებს შეუქმნას უკეთესი მომავალი. იმიტომ რომ ღმერთმა დიდხანს ვიმყოფოს დედიკო და მამიკო, მაგრამ აი კი იცით რომ საფლავში არავის არაფერი არ მიაქვს და რავი, იმისთვის ცოცხლობენ და იმისთვის ცხოვრობენ მშობლები, რომ შვილებს კარგი მომავალი შეუქმნან და კარგი სიტუაცია დაუტოვონ. მაგ ფაქტს შეგუებული ვარ. კატის ამბავს ძალიან განვიცდი უბრალოდ, არ უნდა მომხდარიყო ესე. იმ დღესაც ეგრე იყო, რომ სამსახურში ვიყავი გასასვლელი რა და ვიფიქრე, რომ ადრე წავიდე მირჩევნია თქო, რომ გამოძინებაც მოვასწრო და მე სამსახურში წავიდე თქო და შესაბამისად დილის 8 საათზე წასვლის ნაცვლად 5-ზე გავედი იმიდან, რა ქვია, ქუთაისიდან, კოპიტნარიდან და 8-ზე უკვე თბილისში ვიყავი ჩასული, პირველის ნაცვლად 8 საათზე ჩავედი თბილისში რა. ხო და ძალიან უნდა დავრჩენილიყავი, იმიტომ რომ იმ დღეს კატა სახლში იყო. უნდა დავრჩენილიყავი და დილას ჩამესვა ყუთში და წამეყვანა. მაგრამ თან მინდოდა რომ მშობლები გამეცილებინა, თუმცა რა მნიშვნელობა ქონდა, მშობლებს მაინც არ შევყოლილვარ აეროპორტში, იმიტომ რომ თბილისის ავტობუსი გადიოდა უკვე, ხო და ჩავჯექი ეგრევე და მეთქი მე სხვა ავტობუსი რო აღარ გავიდეს თქო და მოკლედ იქვე აეროპორტის წინ გარეთ დავემშვიდობე დედიკოს და მამიკოს და ჩავჯექი ავტობუსში წავედი თბილისში. ხო და რა ვიცი რა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც მოვა დღეს. მოვა და ესე შემომიგორდება ლოგინში, მაგრამ თუ არ მოვიდა და დილასაც თუ არ დამხვდა, მომიწევს წასვლა და ისევ მომიწევს კატის დატოვება. მაგრამ რა გავაკეთო? ეხლა სად არის ვინ იცის? ისედაც სოფელში რო ვიყავი, მაშინაც გადაიკარგებოდა ხოლმე, ეხა კატაა და რა თქმა უნდა მიდიოდა ხოლმე ესა, რა ქვია, სანადიროთ. კატაა და მიდიოდა ხოლმე სანადიროთ და ზოგჯერ იყო შემთხვევა, რომ ერთი კვირა 10 დღე არ ჩანდა ხოლმე რა. აი ზუსტად ეგეთ პერიოდებში მიჭირდა ხოლმე დაძინება, რომ ჩემი კატა არ მოდიოდა სახლში. მამა ჩემს უბარებდი ხოლმე, რომ კატა თუ მოვიდა შემომიწვინე ლოგინში თქო. ხო და ახლა ძალიან ცუდია, რომ არ არის სახლში. შეიძლება ეხლა სანადიროდ არის და შეიძლება ამაღამ მოვიდეს, მაგრამ რა ვიცი, მთელი დღეა ვეძახი და არ მოდის. რას ვიზავთ ახლა? თუ არ მოვიდა, მომიწევს წასვლა თბილისში და იმიტომ რომ 8 საათზე რო გავალ აქედან, პირველზე ვიქნები თბილისში და 4-ზე უკვე სამსახურში უნდა გავიდე, როგორც გითხარით. წავედი ახლა მივხედო საქმეებს, ძალიან გვიანაც არ მინდა დავიწინო, რომ დილას ადრე ვარ ასადგომი, წასასვლელი ვარ და რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა ამაღამ ჩემი ფისო. პატროებით. აი ესე დავტოვე შუქები ანთებული ამ ოთახშიც, გარეთ აივანზეც უბრალოდ არ მოჩანს გარეთ.
დიდი როა აივანი, ცოტა ნაკლებად ანათებს შუქი. კარებიც ღია დავტოვე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ფისო მოვა ამაღამ. თორემ მომიწევს ისევ დატოვება და სულ იმაზე ფიქრი რა შვება თქო. მაგრამ რა ვქნა, არ არის სახლში, მთელი დღეა გამწარებული ვეძახი, ფისო მოდი. სად არის მინიცის? მთავარია ის მაინც ვიცოდე, რომ კარგად არის. დილა მშვიდობის, მოგესალმებით. ნახეთ, ალამაზი დილა გარეთ. ესე იგი ჩიტები ისე ჭიბჭიტებენ, ისეთ დღეში არიან, რომ სასწაულ დღეში არიან. ხა თბილისშიც მესმის ჩიტების ჭიბჭიტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთ დღეში თბილისში არ არიან. ცივა ცოტა. ცივა. ბაჩორისი ბაჩუა. დილას ყავა რო არ დალიოს ისე წავა თბილისში არ წავა. ხო და ახლა ყავა უნდა დავლიო. აი ესე. ოღონდ 10-15 წუთი მაქვს დრო და უკვე უნდა გავიდე. კატა არ მოვიდა სამწუხაროდ. რა გავაკეთო? მთელი დღე ვეძახე, ვეძებე, მოვიკითხე სამეზობლოშიც. კარები ღია დავტოვე, ღამე შუქები ანთებული დავტოვე და არ მოვიდა. იქ გარეთ მეყარა პური კარებთან. ხო და მე რო თბილისში ვიყავი, ჩემს მაგაც დაუბარე, რომ ესა თქო რა, გადაუტანე ცოტა საჭმელი თქო. ხო და არ იყო სახლშიო და იქ კარებთან დაუყარეო. და მეორე დღეს რო გადმოვიდა, რაღაცას ნაჭამი ქონდაო პურიო. ესე მითხრა. ხო და გუშინ ღამე რაღაცა სიარულის ხმა მესმოდა გარეთ. გავიხედე ძაღლი. ორი ძაღლი იყო მოსული, ერთი დიდი, ერთი პატარა და იმ დიდმა პური სულ ყველა შეჭამა, რაც კი ეყარა. ანუ შეიძლება ის პური, რასაც ტოვებდა ჩემი ძმაკაცი, საერთოდ არ იყო კატის ნაჭამი, იყო ძაღლების ნაჭამი. ასე რომ არ ვიცი. ყველაფერი დავაკრიალე, დავრეცხე ჭურჭელი, დავაწყრიალე ყველაფერი და ახლა პოლსაც გამოვწმინდა წასვლისას. და არაფერი არ მრჩება ისე. ხებაჩული გარეთ. ესე იგი რა დღეში არიან ჩიტები. აი ეს შუქი ესე მქონდა დატოვებული, კარები ღია მქონდა დატოვებული და კატა არ მოვიდა. ძალიან არ ცივა, მაგრამ ოდნავ მცივა. ეს
ბალისხე გაყვავილებული, ტყემლები ყველაფერი გაყვავილებული. იქ ძალიან დიდი ბალახებია უკვე. სიჩუმე, სიწყნარე, ესე იგი სოფელს რა ჯობია დასასვენებლად. ხო და აწი რა ვიცი როდის მოვიცლი და რამდენი ხნით მოვიცლი, არ ვიცი, მაგრამ საფხულში მაინც ჩამოვალ. უბრალოდ ეხლა კატა რომ ენახა და წამეყვანა ძალიან კარგი იქნებოდა. ნახეთ რა ლამაზია. კი კაია ქაურობა, მაგრამ ეხლა მე უცებ დავლიო ყავა და გავიქცე. თორე დავჩები სოფელში. მოვწმინდე პოლი, ეხლა ჩქარ-ჩქარა მივირთმევ ყავას. წესით უკვე გარეთ უნდა ვიყო. მარშრუტკას უნდა ველოდებოდე. 5 უკლია 7. და გავდივარ რა მოკლედ. რა ვიცი, ჩამოვუარე ყველაფერს, სადმე კარები ფანჯარა არ დარჩეს ღია თქო. ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ესე იგი სანამ თბილისში წავიდოდი ზოგადად საცხოვრებლად, სასწავლებლად, სამუშაოდ, აქაურობა უკვე რა დონეზე მობეზრებული მქონდა რა. არაფერი რო არ იყო სოფელში. ხო და ეხლა როგორი სასიამოვნოა ხოლმე სოფლიდან აქ რო ჩამოვდივარ. ოღონდ სასიამოვნოა დასასვენებლად, რავი, 1 კვირით მაქსიმუმ, თორე უკვე იქ რომ მიჩვეული ვარ აი ესეთ წინ და უკან სიარულს, გრაფიკს, დილიდან საღამომდე გასული რო ვარ, აქ ვერ ვისვენებ ხოლმე. აი ჩემთან რო ვიყავი რამოდენიმე დღით, 4 დღით, 1 კვირით რო ვიყავი ჩამოსული სოფელში, ესე იგი მეორე დღეს უკვე რაღაცა არ მასვენებდა, რა მინდოდა არ ვიცოდი, რაღაცის კეთება მინდოდა და აი ესე მოკლედ არ ვიცოდი რა მეკეთებინა რა. ხო და ეხლა ერთი დღე ისე უცებ გავიდა, რომ ჯერ არ მინდა წასვლა, მაგრამ რა ვქნა უნდა წავიდე. სტარი მელოდება, თბილისი მელოდება. მოკლედ წავედი, ეხლა გავიქეცი, ძალიან კარგია სოფელი, მაგრამ აი ესე ჩამოვირბინე და გავდივარ. აბა დროებით შემოსახლავ, დროებით ჩემო ულამაზესო სოფელო და აი სტუდენტობამ შემოყვარა ჩემი სოფელი და მალე ჩამოვალ ისევ, რო ჩამოვალ ბევრად უფრო გამწვანებული დამხვდება ყველაფერი. აი ესე ჩამორბივარ, გავრბივარ ხოლმე, გადმოვხედავ სიტუაციას. კი ერთი დღით ვიყავი წამოსული და სულ რამოდენიმე საათი გავატარე სოფელში, დანარჩენი ეხლა ღამე მეძინა. გზაში გავატარე და ძილში მთელი დრო, მაგრამ იმხელა დიდი განტვირთვა იყო ეს და აი იმხელა დასვენება იყო ჩემთვის, რომ საოცარია რა. თბილისი ვაფშე სულ სხვა სიტუაცია. იქ დატვირთული გრაფიკი მაქვს, აქ ესეთი არანაირი გრაფიკი. აი ესეთი გამწვანებული და გაყვავილებულია ყველაფერი. ეს ნახეთ რა ლამაზია. საერთოდ აღარც იბან. პირიქით ძალიან სასიამოვნო ჰაერია. როგორი ნიავი წამოვიდა, იცით?
შრიალით დაუბერა ნიავმა. ეს რაც ყვარელია, ეს უფრო. არა მომახტე ოღონდაც გთხოვ რა. ფოქსი ელენიკოს სახს მახსენებს. რა შედარებაა, მაგრამ ის ლომივითაა და ეს მარშრუტკამ გამასწრო დილას და ველოდები ახლა ავტობუსს რომ ქალაქამდე ჩავიდე და ქალაქიდან მარშრუტკას გავყვე ისევ. და აი ეს არის მარტი. როგორც თბილი ამინდი იყო და ახლა წვიმს. კექსი ვიყიდე მაღაზიაში. და აგერ მოსაცდელში ველოდები მარშრუტკას. ესე იგი, ერთი დღითაც რომ მივდივარ ხოლმე სადმე, ტანსაცმელი მიმაქვს, ჩანთა მიმაქვს. შეიძლება ვაფშე არ გამოვიცვალო, მაგრამ რო რამე დამჭირდეს, ტანსაცმელს ვალაგებ ხოლმე მაინც ჩანთაში. ხო და ეხლა რომ მოვდიოდი, სოფელში სიცივე რო იყოს ხო და იმხელა კურტკა ჩავტენე ჩანთაში. კურტკა ჩავდე მარტო ჩანთაში, სხვა ტანსაცმელი არაფერი არ წამომიღია. ხო და რამდენი ჩამოვალ ხოლმე სოფელში, იმდენი ტანსაცმელი მიმაქვს. რასაც ადრე არ ვიცმევდი, მგონია რომ ეხლა ჩავიცმევ და მიმაქვს ხოლმე. და თბილისში იმდენი ტანსაცმელი მიგროვდება მერე. ეხლა ეს ხუდი მამაჩემისი იყო. სახლში ნახე, მომეწონა, ჩავდე ჩანთაში. როგორც კი წამოვიდა წვიმა, ისე აცივდა, რომ ამოვიღე ჩანთიდან და ჩავიცვი ეს, იმიტომ რომ თხელი კაპიშონი მეცვა. ის ჩავდე ჩანთაში და ეს ხუდი ჩავიცვი. მე მგონი მალე კურტკის ამოღებაც მომიწევს ჩანთიდან. ესე იგი ავტობუსს ველოდები, ხო არ მოვიდა და არ მოვიდა. გამოვსულიყავი ერთი 15 წუთით ადრე, არ გამასწრებდა მარშრუტკა. ხო და რა ვიცი, თავარია 4-მდე კი ჩავალ თბილისში. აი ეს ყვავილები მოაქვს ქარს. და ისეთი ლამაზი სანახავია. მოვედი სახში. ამ წამს მოვედი სახში და მკვდარი ვარ, როგორც ხედავთ. ძალიან ცხელა თბილისში. ესე იგი, ჩანთა დავაგდე ეგრევე ლოგინზე. ესე იგი, 12 საათზე თბილისში უნდა ვყოფილიყავი და 10 წუთი მარშრუტკაზე დაგვიანების გამო ჩამოვედი 4-ის 20 წუთზე მოვედი სახში. ესე იგი, კარგი, იმიტომ რომ ეს არა ქვია. მომიწია ავტობუსზე მოწდა რომ ქალაქამდე გავსულიყავი. ქალაქში რო გავედი, არაფერი თბილისის მარშრუტკები არ მოძრაობდა, გადავირიე. ხო და ერთმა კაცმა მითხრა 8 კაციანი ის როა მანქანა, რაღაცა დიდი მანქანები როა, მაგით მიდიოდა და 11-ზე გავდივარო. მეთქი მაგვიანდება თქო და 11 გვიანია თქო. ხო და გავედი იქ გზაზე ვიცადე და ქუთაისის და ზუგდიდის მეტი თბილისის მარშრუტკას არ გამოუვლია ვაფშე. ხო და 11-ზე ის ვქენი რა, ბოლოს მოვიცადე ის 1 საათი და წამოვედი 11-ზე აბაშიდან. მაგრამ იმ 1 საათში კაი საქმე გავაკეთებ. ბანკში ვიყავი, საქმე მქონდა და მოვისტუმრე ის საქმეც. იმიტომ რომ აი აბაშაში ახლა ესა არ არის რიგები. და თბილისში რა ვიცი, ყველა ბანკში რიგია. მთელი დღე უნდა დაუთმო ბანკში საქმე რამე თუ გაქვს, მაგას უნდა დაუთმო მთელი დღე. ხო და აი ახლა მოვითქვავ სულს, ამოვისუნთქავ, გამოვიცვლი და წავალ ისევ ეგრევე სამსახურში. ანუ და რომ მოვდიოდი ისე აგრილდა სოფელში და აქ ძალიან სიცხეა. მაგრამ რავი, შეიძლება წამოვიდეს ის ამინდი თბილისშიც. წავედი, გამოვიცვალო, გავემზადო და გავიქცე სამსახურში.
საჭმელიც არ მიჭამია გზაში არაფერი და დავლიე და ეგ იყო და ესა კექსი რო ვჭამე იქ